გუშინ მოზარდებს შორის ურთიერთშელაპარაკება 15 წლის ერიკ თარხანიდისის დაჭრით დასრულდა. ექიმების თქმით, მას გულმკერდის არეში ორი ჭრილობა აქვს მიყენებული. ადგილობრივების განმარტებით ჩხუბით ანაკლასელებს შორის გაკვეთილების შემდეგ სკოლის უკან მდებარე სტადიონზე მოხდა. შემდეგ ეჭვმიტანილი თარხანიდის გამოეკიდა და ჭრილობები უკვე სკოლის წინ მიაყენა. ჩხუბის მიზეზი თარხანიდისის ოჯახის წევრებისთვის უცნობია. ორივე მოზარდი 100 სკოლის მოსწავლეა. მოვიდა სისხლიანის სახლში. ძლივს მოვიდა და ეს მეზობლები ყველანი დაუძახეს სასწრაფო და წაიყვანეს შვილო. არაფერი ვიცი რა, ვინ დაარტყა, რა დაარტყა, ეხლა კი გავიგეთ უკვე, მაგრამ ვინ არის ეს მის თანაკლასელია? იმისი კლასელია, ხო, აგრესიული იყო ეს ბიჭი. ცოტა შეიძლება თავზე რა ვიცი. ჩხუბი იცოდა ხოლმე ჩხუბი. გამომძიებელებს იყვნენ ეძებდნენ რომ სადმე სისხლის სკოლი არცადაც არის просто ალბათ რაღაცნაირად დაიჭირა რომ სულ ხელზე იყო სისხლი და იქ ბაზარში დავარდა და გოგოს გულისთვის ყოფილა ეს კამათი იყო კაი ხანი და ბოლო ესე იჭკბეს და ამჟამად ავადმყოფი არის ადეკვატური, კონტაქტურია, დინამიკა გაუმჯობესებისკენ არის და ვიმოდევნებთ რომ ავადმყოფი კარგად